სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის განხორციელებას იწყებს. სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან ერთად მიკროჩიპის გამოყენებით ერთიან ბაზაში დაარეგისტრირებს პატრონიან ძაღლებს და სტერილიზაციას ჩაუტარებს ძუ ძაღლებს. თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია რეგისტრაციასა და კასტრაცია სტერილიზაციას ჩაუტარებს უპატრონო მიკედლებულ ძაღლებს, რომელთაც რეგიონის მიხედვით გადაიყვანს თბილისის, გურჯაანის, გორისა და ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფრებში. გარდა არსებული თავშესაფრებისა, რეგიონალური განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით ქვემო ქართლში, სამეგრელო ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში დაგეგმილია ახალი მუნიციპალური თავშესაფრების მშენებლობა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას პროგრამის განხორციელების პროცესში ითანამშრომლონ სააგენტოს უფლებამოსილ პირებთან, ჩაერთონ იდენტიფიკაცია რეგისტრაციის პროცესში და დაიცვან როგორც საკუთარი, ასევე ძაღლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.